დღეს გვექნება ყველაზე მდგრადი სუნამოები. ყველასო გაინტერესებდა, კარგად მოკალათდი, ცოტა დიდხნიანი ვიდეო გამოვა და რამოდენიმე სუნამოს განახებთ, რომელიც არის ყველაზე მდგრადი სუნამო. იმიტომ ყველას მდგრადი სუნამოები გაინტერესებთ. დავიწყოთ ტიციან ტერეცის კირკეთი. ეს არის ხილი და ტყავის არომატი, რომელიც ყველას მოგწონდა, მე არ მომწონს როგორც არომატი, თან ამის გამოყენების წესი ბევრმა არ იცის და ერთხელ, ორჯერ უნდა დაისხა მაქსიმუმ, სამჯერ თუ დაისხი, ყველა შეაწუხებ ამის არომატით. ბევრს არ ვილაპარაკებ ამ არომატზე, ეს არის ძალიან პოპულარული არომატი, რომელიც ყველას მოწონს და ძალიან მდგრადი. ბოლოში შემოვიტოვებ ორ ყველაზე მდგრად სუნამოს. ეხლა ჩვენ ტომას კოსმალა 10 ნომერი დავწყოთ. 10 ნომერი არის, რომელიც ძალიან გავს კურჯიანის ბაკარას და ინიციოს out for greatness. ძალიან ლამაზი არომატია. კლონი არ არის, იმიტომ რომ თვითონ ტომას კოსმალა არის მაგარი ბრენდი. არის ბევრად მდგრადი ვიდრე კურჯიანის ბაკარა და ძალიან მაგარი სუნი აქვს რა. თავის ფასში ვიტყოდიო საუკეთესოა 1-2 მის ხმამასაც მაქსიმუმ და მთელი დღე დაყვება ამის სურნელი. გადავიდეთ ტომას კოსმალა 4 ნომერზე. 4 ნომერი კოსმალასი არის ესეც კურჯიანის ბაკარას გავს, ოღონდ ეს ინიციოს არ გავს. ეს არის კირკეზე ბევრად მდგრადი, რედ ტობაკოზე ბევრად მდგრადი, ერთი მისხმა ყოფნის, რომ მთელი დღე საოცარი სურნელი აქტიობდეს. რა განსხვავება კურჯიანის ბაკარაში? ამბროქსანი აქვს ცოტა უფრო მეტი და ალბათ 100-დან 2 კაცმა თუ გაარკვიოს რა გასხია ტომას კოსმალა 4 ნომერი თუ კურჯიანის ბაკარა. საოცარი მსგავსება აქვს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი სუნამო, რომელსაც ძალიან კარგი სუნი აქვს და განსხვავება რა არის კიდე? ანუ მდგრადია, მაგრამ არ გაწუხებს. არ არის რაღაცა ქიმიური და ისეთი ჟღერადობის, რომ შეგაწუხოს. ეხლა ჩვენ გვექნება ინიციოს out for greatness. ამ სუნამოზე შემიძლია მთელი ცხოვრება ვილაპარაკო. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სუნამოა, რომელიც წლების წინ შევიძინე ლუტეციაში, ვიყიდე განვადებით, ფული არ მქონდა და იმის მერე ძალიან მიყვარს. აქ არის საოცარი უდი, საოცარი შაფრანი, იმდენად ლამაზად ჟღერს, რომ გასხია მთელი დღე ბედნიერი ხარ რა. საოცარი შლეიფი აქვს, საოცარი მდგრადობა აქვს. ასევე მარტო შლეიფის და მდგრადობაზე სურნელი აქვს საოცარი. ეს არის მარკეტინგული ნიშა, რომელიც 100-დან 99-ს მოწონს. ამაზე მაგარი არომატი უდის თემაში მე არ მინახავს. ესეთი არის ინიციოს out for greatness-ი. როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის იდეალურია და მე ვიტყოდი ყველა სეზონისთვის არის. მე ზაფხულშიც მასხია და არ მაწუხებს და არ არის აუცილებელი ზაფხულში გესხათ მაინდა-მაინც ციტრუსოვანი სუნამო. ამუაჟ ინტერლუდი. აქ როდესაც ლაპარაკი მიდის, რომ გინდა იყო ყველაზე მამაკაცური, ყველაზე დახვეწილი, ყველაზე წარმატებული, გამორჩეული მამაკაცი, უნდა გესხას ამუაჟ ინტერლუდი. ამის მდგრადობაზე ლაპარაკი ზედმეტია, საოცრად მდგრადია და ეს არის ამუაჟის ქმნილება, ოღონდ ყველა ამას ვერ გაუგებთ. ეს არის არომატი, რომელიც უნდა შეიყვარო. პარფიუმერიაში უნდა ერკვეოდე. არ უნდა იყოს ისე, რომ სიტყვაზე ვთქვათ, გასხია დიო სავაჟი და ეგრევე ამაზე გადახვიდე. იმიტომ რთული არომატია. თითოეული შემავალი კომპონენტი იმდენად ლამაზად, მამაკაცურად არის გათამაშებული, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ჩვეულებრივმა ცხვირმა ვერ შეიგრძნოს, რომელსაც ნიშასთან არ ქონია რაიმე ურთიერთობა და ლუქსიდან გადავიდა ეგრევე ამ არომატზე. ასე რომ დაიწყეთ სიტყვით, რომ ცეჟლუტენ შერგით,
რომელიც მარტივი მისაჩვევია, გაიცანით ნიშას და მერე გადადით ამ არომატს. ეს არომატი თუ შეიყვარე, დამიჯერეთ თუ თქვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არომატი იქნება, რომელიც მამაკაცობას განასახიერებს და ეს არის წარმატების არომატი. დავიწყეთ ეხლა ჩვენ ორთოპარიზებით. ორთოპარიზის ქოიუმ. აი როგორი ტყავიც არის, ზუსტად ესეთია. როგორ მიყვარს. ტყავის არომატებში ეს და იტალიური ტყავი, მემოსი. მაგრამ იტალიური ტყავი არის ცოტა უფრო ნაზი, ისეთიო ქალბატონის დაისხავს, მამაკაციც დაისხავს. ეს კი უნისექსია, მაგრამ თვლი რომ მხოლოდ მამაკაცმა უნდა დაისხას. არის თან მძიმე, თან სუბუქი, რაღაცა მიწიდან ამოღებული ძველი ტყავი, ასევე ახალი ტყავი, ლამაზი ტყავი. ან ყველანაირი ტყავი არის ამაში გაერთიანებული, ასევე ლამაზი ვანილი აქვს და ამის შლეიფით, ამის მდგრადობა ყველაფერს ცდება. იმდენად ლამაზი ტყავის არომატია, რომ ტყავის არომატს იმდენ კომპლიმენტს იღებ, რომ даже ვერ წარმოიდგენ, რომ ტყავის არომატმა შეიძლება ამდენი კომპლიმენტი მიგაღებინოს. ტყავის არომატებში არის მეფე, ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი სუნამო, რომელიც ძალიან მიყვარს და არასოდეს არ მომფესდება. ორთოპარიზის ბოკანერა. ეს ვისაც გიყვართ ბლეკ ავგანო და გინდათ რამე განსხვავებული, გამორჩეული ბლეკ ავგანოსთან მიმსგავსებული სუნამო გესხათ. ეს არის ერთ იგივე კაცის შექმნილი და ვიტყოდი რომ ბოკანერა ჩემთვის არის ბევრად ლამაზი, ბევრად დახვეწილი, ბევრად საინტერესო და რთული არომატი. გახურებული უდი, რაღაცა იდუმალი კომპონენტებით, რომელიც უნდა მოიძიო თუ შიგნით რა აქვს. ვიტყოდი რომ არის საოცარი არომატი, სადღაც რაღაცა შავი შოკოლადით იწყება სტარტი, მერე ეს გახურებული უდი და ავგანოში რაც მაღიზიანებს, რაღაცა ნოტა, რაც აი ბოლოში რაღაცა გაფუჭებული რაღაცის სუნს მიტოვებს. და ეს არომატი რო გავსინჯე, ეს არომატი გახდა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არომატი. ასე რომ ვისაც ავგანოს შემცვლელი გინდათ რომ ბევრად დახვეწილი, ბევრად საინტერესო და ცოცხალი არომატი იყოს, გასინჯეთ ორთოპარიზის ბოკანერა. ორთოპარიზში და ნასომატოში განსხვავებას ვიტყოდი, რომ ერთი კაცის შექმნილი კია, მაგრამ გონია რომ ნასომატო შექმნა ვიღაცისთვის და ორთოპარიზის შექმნა თავისთვის. აი განსხვავებაა ჩემ ცხვირში ნასომატო და ორთოპარიზის შორის. დატესტეთ, ვისაც არ გაქვს დატესტილი საოცარი არომატი. ეხლა ვიტყოდი რომ ამ არომატს დავაყენებდი მესამე ადგილას მდგრადობით. ეს არის ორთოპარიზის ტერონი, თამბაქოს არომატზე, როდესაც მიდგება ლაპარაკი და მამაკაცური თამბაქო, ოღონდ ეს სიგარეტის თამბაქო არ არის. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული სიგარა, როდესაც ეწევი ამ სიგარას აქრობ და ხელზე გაქვს ბროწეული სუნი აგდის, მანამდე ბროწეული გაწუღე და აი ამ ტკბილ სიგარას დაეწვეთ. აი ეგეთი არომატია. ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია, მესამე ადგილს მივანიჭებდი ამას და ამაზე მაგარი თამბაქოს თემა არ არსებობს რა. ვიტყოდი რომ ყველაზე მამაკაცური თამბაქოს არომატი ასდის, თამბაქო მაგრამ მიყვარს. ბევრნაირი თამბაქოა, მე მაგ თემაზეც ვისაუბრებ, რა განსხვავებებია თამბაქოს არომატებში, მაგრამ აი ეს არის ჩემპიონი. ჩემი ყველაზე საყვარელი ორთოპარიზია ტერონი. ვისაც არ გაქვს დატესტილი, ესეც დატესტეთ და ჯერა რომ თქვენ კოლექციაში აუცილებლად გაჩნდება ეს სუნამო.
მეორე ადგილოსანი ორთო პარიზის მეგამარი ძალიან გინდოდათ და ჩამოვიტანე. მე არ მომწონს ეს არომატი, მაგრამ მე რო არ მომწონს, იმას არ ნიშნავს, ეს ცუდი არომატია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ორთო პარიზის არომატი, რომელიც არის გრილი აკვატიკური, გრილი არომატები არ გამოირჩევა მდგრადობით, მაგრამ ამაზე მდგრადი სუნამო მხოლოდ ერთი სუნამო მეგულება, რომელსაც ვიდეოს ბოლოში ვიტყვი. ეს არის აესეო მოხსნი თავსახურს ერთს დაისხავ, აზრი არ აქვს, იბანავებ, რას იზავ, არასოდეს სუნი არ გასდის. ტანსაცმელზე ამის დასხმა არ შეიძლება. აზრი არ აქვს, რამდენჯერ გარეცხავ, არასოდეს ტანსაცმელს სუნი არ გაუვა. ამიტომ ფრთხილად იყავით ამ არომატთან, ერთი დაისხით უკან აქ, რო არ შეგაწუხოთ, ან თუ გინდათ უკან ზურგზე, რომ ძალიან დიდი შლეიფი აქვს და ისეთი მდგრადობა აქვს, რომ დახურულ სივრცეში, სამსახურში არც იფიქროთ ამის დასხმა. აკვატიკურ თემაში ვიტყოდი, რომ ყველაზე მაგარი არომატია სიგრილის თემაში და აკვატიკურობაში აიგეთი არომატი არ გამოუშვიათ. მე არ მომწონს კიდევ ვიმეორებ, მაგრამ ეგ ბევრს არ ნიშნავს. მოწონს მსოფლიოს და არის ყველაზე მდგრადი არომატი ერთ არომატთან ერთად. ვისაც არ გქონდა ტესტილი დატესტეთ, ძალიან მაგარი არომატია. და მეფე, მდგრადობის მეფე, ესე ვიტყოდი, ეს არის ენცელადე. განიმედი კი ყველა მიცით, განიმედი ჩემთვის არის ქმნილება და ვიტყოდი, რომ განიმედზე მაგარი არომატი მე არ მეგულება, მაგრამ ეს ენცელადი არის ისეთი არომატი, რომელიც ამის მდგრადობა გასცდა ყველაფერს. აჯობა ორთო პარიზის მეგამარს თუ რამე აჯობებდა, მე არ მეგონა. იმ დღეს ერთი მესხა უკან და ნუ მთელი დღე შევწუხდი, თან ძალიან მაგარი არომატია, ის არ არისო, აი უბრალოდ მდგრადია და მაგიტო დავისხათ. და ვიტყოდი, რომ თუ გინდა, რომ ვერასოდეს ვერ ჩამოიბანო, არომატი უნდა გესხას ენცელადე. ენცელადე არის მარკ ანტონ ბაროასი, აქვს რამოდენიმე სუნამო, ჩემი ფავორიტი მაინც განიმედია, მაგრამ ესეც არის გამოხრჩეული, არაფერსო არ გავს და ერთი დასხმა სრულიად საკმარისია. ასევე ვიტყოდი, რომ არის ძალიან მდგრადი, მაგრამ ზაფხულში შეგიძლიათ დაისხათ, არ შეგაწუხებთ და ამის მდგრადობა და შლეიფი ისეთია, რომ ყველგან ამის სურნელი იდგება. ოღონდ ამასაც ნუ დაისხავთ დახურულ სივრცეში, თუ დაისხავთ მაქსიმუმ ერთხელ, ისიც უკან. დღევანდელი რუბრიკაც დასრულებულია, ეს იყო ყველაზე მდგრადი სუნამოები და შემდეგში კარგი რაღაცა მოქვს მოფიქრებული, ქუჩის ვიდეოები უნდა დავდო. აბა დიდი მადლობა, ეს იყო და ეს, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, იმიტომ ძალიან მჭირდება თქვენი გვერდში დგომა, რომ ჩემი YouTube არხი უფრო განვავითარო და მე უფრო კარგი კონტენტი შემოგთავაზოთ. მადლობა და ნახვა.